დილამშვიდობის ერთმა დაგვირცოთ, ღმერთმა გაგურთხოთ. მშვიდობას იკეთეთ და სიხარული მოგმადლოთ ყველა ღვთისმოშიშ მართლმადიდებელ ქრისტიანს. დღეს უკვე არის მარხვის აღება, მეგობრებო, გილოცავთ მარიამობის მარხვის დასაწყის და ხვალიდან უკვე არის მარხვა. ფაქტიურად ითვლება, რომ დღეს მარტო თევზი შეგიძლიათ იხმიოთ და ხვალიდან თევზიც აღარ იჭმება. და მარიამობის მარხვა არის ყველაზე პატარა, ორკვირიანი ღვთისმშობლის საპატივსაცემად. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ იმარხულოთ აუცილებლად ღვთისმშობელს მადლობა გადაუხადოთ ჩვენი ფარველობისთვის, ზრუნველობისთვის, სიყვარულისთვის, მოთმინებისთვის, რასაც ჩვენს მიმართ იჩენს მიუხედავად ჩვენი ცოდვილებისა და უღირსებისა და შეგახსენოთ, რომ მარხვა არის უმნიშვნელოვანესი რამ, რომელიც დააწესა უფალმა ჯერ კიდევ 60-ში. ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სიკვდილი არ იყო შემოსული. ცოდვის შედეგად. ისევ და ისევ ჩვენთვის, რათა გადავრჩეთ, რათა ის პროცესი, რომელსაც განღმრთობის პროცესი ქვია, ადამიანის მადლით ღმერთად გახდომის პროცესი, სიკეთით წარიმართოთ. ამ ყველაფერში მარხვა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ამიტომ ვინც მარხვას არ აღიარებს, ან შეურაცხყოფს, ან რაღაც არასერიოზულად უყურებს, ის ძალიან ცდება, როგორც მინიმუმ, და არასწორად იქცევა, აშავებს. იმიტომ რომ მარხულობდნენ ყველა დიდი წინასწარმეტყველები და პატარაც, ყველა მოციქულები და ყველაზე მთავარი თვითონ ქრისტე მაცხოვარი მარხულობდა და როდესაც შენ გადაწყვეტ, რომ არ იმარხულო და მარხვა არ დაიცვა, ამით აი ამ ყველას უარყოფ. და როგორღა შეგიძლია თქვა, რომ ქრისტიანი ხარ. ვინაიდან რომ არ ყოფილიყო მარხვა საჭირო, არ იმარხულებდნენ არც წინასწარმეტყველები, არც მოციქულები და არც თავად ქრისტე მაცხოვარი, იმიტომ რომ ქრისტეს როგორც ღმერთს მას მარხვა არ ჭირდებოდა, ჩემო კარგი. ჩვენ მაგალითი მოგცა იმისი, როგორ უნდა გადავრჩეთ. მოგცა გზა გადარჩენისა, ხსნისა და მითხრა, რომ თუ გინდათ გადარჩენა, აი ესე უნდა გადარჩეთ, აი ეს გზა უნდა გაიაროთ. კარგად გახსოვთ ალბათ ის მომენტიც ახარებიდან, სადაც მოციქულები ერთ მომენტში ვერ განკურნავენ ეშმაკეულ შეპყრობილს და იქ ამბობს უფალი, რომ ეს მოდგმა მხოლოდ და მხოლოდ ლოცვითა და მარხვით გადისო. აქ ლაპარაკი არის ეს მოდგმაში იგულისხმება ეშმაკები. და ეშმაკები თითოეულ ჩვენთაგანს გვებრძვიან. თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენივე ცოდვებიდან გამომდინარე ვაძლევთ უფლებას და საშუალებას, რომ მოვიდნენ და გვებრძოლო და განსასწრელში ჩაგვაგდო. ჩვენ თვითონ ვაძლევთ. და აი ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი არის თუნდაც ცოდვის თავის შეკავებაში და ასე შემდეგ ყველაფერში, რომ ვიმარხულოთ. და ლოცვისა და მარხვის გარეშე ვერც ეშმაკს შეებრძოლებით, ვერც საკუთარ თავს და ცხოვრება წარმოუდგენელია. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, რომ აუცილებლად დავიცვათ მარხვა. ნებისმიერი ჩვენი სულიერი მოქმედება უპირველესად არის მადლიერება, პატივისცემა ღვთისა, ღვთისმშობლისა, მოციქულებისა, წმინდანებისა და შემდეგ კიდე თხოვნითი, ასე რომ ვთქვა. პირველი მადლიერებაა და გახსოვდეთ, რომ როდესაც თქვენ ამას არ აკეთებთ, არ ლოცულობთ, არ მარხულობთ, არ ეზიარებით, პირველ რიგში ხართ უმადურები და შემდეგ კიდე
სხვა ყველაფერის მოკლებული რაც თქვი და რაზეც ვისაუბრე. ჩვენი ხსნა და ჩვენი გადარჩენა არის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეში, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთან ერთად და ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ქრისტესთვის და არა მარტო სულიერი მოგვენიჭება უფლისა მიერ, არამედ ის ამქვეყნიური სათხოვარით, ჩემო კარგებო, რასაც ესე ვითხოვთ ხოლმე და გვინდა ხო ადამიანები ვართ, ხორში მყოფი ადამიანები ვართ, ისიც რომ მოგვეცეს და მოგვენიჭოს, აუცილებელია პირველ რიგში ლოცვა და მარხვა, ანუ სულიერი და შემდეგ უკვე ის ყოველივე მოგვეცემა, რაც ჭირდება უფლისაგან, იმიტომ რომ უფალი ბრძანებს, რომ თავდაპირველად სასუფეველი სათა ეძიეთ და შემდეგ ყოველივე შენ შეგეძინოთ თქვენ. ანუ სასუფევლის ძიებაა ზუსტად პირველ რიგში ლოცვა, მარხვა, სულიერი ცხოვრება და უფალი პირდება, რომ შემდეგ ის მატერიალურიც მოგვეცემა და ის ამქვეყნიური ბედნიერებაც თუ რაც კეთილდღეობა თუ რასაც ვეძახით, რაც ასე ერთობ ყველას უნდა და გვიხარია და გვინდა, იმიტომ რომ აქ ვცხოვრობ ჯერ დედამიწაზე და ამას არავინ უარყოფს და ეკლესია არ გვეუბნება, რომ არ იშრომო და შენ ამ ქვეყნადაც ბედნიერი არ იყო. ეს არასწორია. ჩვენ მამაო ჩვენოში ვითხოვთ პური ჩვენი არსობისა მომენტ ჩვენ დღესო, ანუ ჩვენ იმ მატერიალურსაც ვითხოვთ. მაგრამ თავდაპირველად უფალი გვეუბნება, რომ ჯერ სულიერი ითხოვეთო და ჯერ სულიერი თვის იზრუნეთო და შემდეგ ის ყოველივე მოგეცემათო და ყოველივე შეგეძინებათო. ხო, ეს მარხვის შესახებ რაც უნდა მეთქვა აუცილებლად და ერთი ყველაზე მთავარი კიდე მინდა გუშინდელ მოვლენას შევეხო. ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტი იყო ჩასული თურქეთში დიდგორობა დღეს და გვირგვინით შეამკო ჩვენი დამპყრობლების საფლავი. მოდი ასე ვთქვათ, რომ ეს როგორც ყველაზე ცოტა არის ჩვენი ღირსების შეურაცხყოფა ქართველების, საქართველოსი. არც ერთ ქართველთან მე დარწმუნებული ვარ, არც მას არ უხარია და თავისი ნებასურვილი არ იქნებოდა, რომ დიდგორობა დღეს ჩასულიყო და ბავშვთა ეს რაღაცა გაეკეთებინა. მესმის ახლა რომ აუშვათ ეს დაგეგმილი იყო თურქების მხრიდან და დამპყრობლები არიან, ხო? და დაიბარეს, ასე რომ ვთქვათ, როგორც სულთანები, შახები იბარებდნენ ხოლმე ჩვენს მეფეებს, ასე რომ. მაგრამ ეხლა აქ რა არის? ერთია რომ დაგიბარეს, მაგრამ მეორე არის ის, რომ შენ როდესაც ხარ პრეზიდენტი და როგორი პატარა ქვეყნის პრეზიდენტიც არ გინდა იყავი. ამათ შეეძლოთ ეთქვა და არავინ არ მითხრას ახლა რომ არ შეეძლოთ. შეეძლოთ ეთქვათ რომ აი 12-ში არა, ან რაღაცა დაგეგმილი გვაქვს, ან რაღაცა ღონისძიება და აი პრინციპულად არ ჩასულიყო. ძალიან მარტივად ვიზახი რა, იმიტომ რომ 12-ში არის დიდგორობა, გილოცავთ პირველ რიგში გუშინ იყო ეს დღე. ქართული სულის გამარჯვების დღე, უდიდესი დღე არის და მე ეს დღე უნდა გავატარო, რა ვიცი, ჩემს ერთად. ანაც რა ვიცი, ნებისმიერი სხვა რაღაც მიზეზი მოეგონებინათ, რაღაცა ეთქვათ, რომ აი ეს დამამცირებელი, ასე რომ ვთქვათ. მოქმედება, რომ დიდგორობა დღეს რომ ტრისაფრავს შეგამკობინებენ, არ მომხდარიყო. ხო და ეს მოხდა სამწუხაროდ და ეს ცუდი ფაქტი არის, გულნაკლული ვარ მე მაგალითად. მაგრამ იმაზე უფრო მეტად გულნაკლული ვარ, რომ აი ამას რომ ვიღაცები ამართლებენ და რა ვიცი, გამართლებას უძებნიან, რა ვიცი, 1000 მიზეზით ახლა ამაზე არ დავიწყებ ლაპარაკს. არ მინდა რომ სიტყვები დავხარჯო ამ ხალხზე, ვინც ამას გამართლებას უძებნებს.
და აი ამ ხალხის ლოგიკა არის როგორი ლოგიკა არის სწორედ ჩვენ ჩემო კარგებო ღმერთის მეტი ღვთისმშობლის მეტი და წმინდანების მეტი მფარველი ამ სამყაროში არავინ არ აქვს საერთოდ არავინ არ აქვს და ყველამ რაღაცა წაგვართვა ყველამ რაღაცა დაგვიშავა იმ ლექსის არ იყო სრულად ქართლის მტრები იყვნენ ყველამ წაკრა თითო ხიშტიო ხო ყველა ჩვენი მტერია თურქეთს 33%-ია ოკუპირებული საქართველოს რუსეთს 20% კიდე აზერბაიჯანს კიდე რაღაც ამდენი პროცენტი კიდე სომხეთს რა ანუ ყველას აბსოლუტურად რაღაც აქ წარწმევა და რა უნდა ვქნათ და ვის მიმართოთ თუ არა ღმერთის თუ არა ღვთისმშობლის თუ არა წმინდანებს დამიჯერეთ რომ ამის იქით ჩვენი ხსნა არსად არ არის პირველ რიგში რაც თქვი რომ სულიერად გავძლიერდეთ გავთავისუფლდეთ კერპებისაგან გავთავისუფლდეთ ავის ნერჩვეულებებისაგან მაქსიმალურად ტაძარში დავბრუნდეთ და უფალ შევთხოვოთ და დამიჯერეთ რომ ღმერთი შეგვეწევა და გზას გამოაჩენს ისე შეიცვლება სიტუაცია რომ თუ კი ქართველი კაცი ღმერთს დაუბრუნდება თუ კი ქართველი კაცი ხსნას ღმერთის იქეთ სხვაგან არ დაიწყებს ხო ღმერთი ინებებს რომ გაერთიანდება ჩვენი ქვეყანა და არც ერთი წუთით ამეპარება ეჭვი რომ ეს ესე იქნება ოღონდ თუ ჩვენ სწორად ვიმოქმედებს სწორ ნაბიჯებს გადავდგავთ და ღმერთისკენ ვივლით და არა ვიღაცებისკენ ხო და რის თქმა მინდოდა აი ლიბერალური დამპალი ლოგიკა არის ესე ვიტყვი რომ განა არ უნდა ჩავიდეთ თურქეთშიც უნდა ჩავიდეთ მე მაგისი მომხრე ვარ რომ მტერია და 33% ოკუპირებული და აი გავებუტოთ არა არც ერთ შემთხვევაში უნდა ჩავიდეთ უნდა ვესაუბროთ და ყველანაირი კონტაქტი უნდა გქონდეს თურქეთთანაც აზერბაიჯანთანაც სომხეთთანაც და რუსეთთანაც მაგრამ ლიბერალური დამპალი ლოგიკა არის ის რომ აი საქართველოს დღეს როგორ მდგომარეობაში იმყოფება გეოპოლიტიკურ სივრცეში დღევანდელ მსოფლიოში ხო რუსეთთან ურთიერთობა არის აუცილებელი არა თუ მე მინდა კი არა აუცილებელია ისევე როგორც თურქეთთან ისევე აზერბაიჯანთან ისევე სომხეთთან ოღონდ არა ჩვენი ქვეყნის საზიანო თავისთავად უნდა იყოს გამყოფი ზოლები და ჩვენი ინტერესების დაცვით. ოღონდ დიალოგი აუცილებელია. მე მინდაზე თუ მიდგება საქმე, ხო, ერთმანეთს ვაგინებთ, ერთმანეთს ვწხევლით, ერთმანეთს ვაფურთხებთ, ვიღაცას ამერიკა უნდა, ვიღაცას ნატო უნდა, ვიღაცას რუსეთი უნდა, ვიღაცას თურქეთი უნდა და სინამდვილეში ქართველი თუ ქვია, შენ უნდა გინდოდეს საქართველოს და საქართველოს ძლიერება და საქართველოს სიკეთე. და შემდეგ იმის იქით აღარაფერი. ხო და ანუ ლიბერალური დამპალი ლოგიკა არის ის, რომ რუსეთს როგორ უნდა ველაპარაკოთ, კაცო, მაგან 20% ტერიტორიები წაგვართვა და რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლება. ეს არის სიბეცე და უგუნურების ფსკერი და ლოგიკის სიდამპლე და ავტომატურად ვინც ამ ლოგიკას ატარებს თვითონაც პობაშია და პობას განიცდის და თურქეთში რომ 12 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი მტრისაფლავებს ვირგვინებით ამკობს ეს არაფერი ეს ქვეყანას ჭირდება აი ეს არის დამპალი ლოგიკა აზროვნების სიდამპლე ხო ანუ როგორც გითხარი ჩვენთვის ყველა მტერია ვინც ჩამოვთვალე და ხო ერთი დამავიწყდა deep state-ს რო ეძახიან deep state-ი კი არა ქვია მაგას ქვია გლობალისტები რომელიც ყველა მიცის რომ მთელ სამყაროში ვინ არიან გლეხურად რო ახსნა ეს არის ხალხი ვინც გლობალურ პოლიტიკას წარმართავს მთელ მსოფლიოში და ბოლო მიზანი არის ანტიქრისტეს მოყვანა და მაკეთკენ მიყავთ ეს ყველაფერი ანუ
შენ გინდა თუ არ გინდა რაღაც დონეზე მაგათი გავლენის ქვეშ ხარ ისევ როგორც თურქეთის გავლენის ქვეშ ხარ ისევ როგორც რუსეთის ისევ იმიტომ რომ დიდი სახელმწიფოებია და მე მესმის რომ დაგავალეს მაგრამ უყურე არის რაღაცები რასაც შეიძლება გავალებდნენ მაგრამ არ უნდა გააკეთო და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის ეხლა ვთქვი რომ რუსეთთან ურთიერთობა აუცილებელია მეთქი იმიტომ კი არა რომ გავანებოთ თავი ერთმორწმუნეობას, მართლმადიდებლობას და ყველაფერს. აუცილებელია, იმიტომ რომ ესეთი გეოპოლიტიკური ვითარება არის მტერიაო და წართმეული აქვს. კი ბატონო, წართმეული აქვს, მაგრამ ზუსტად მაგიტომ უნდა ველაპარაკო, ზუსტად მაგიტომ უნდა ვესაუბრო, რომ საუბრის გარეშე არაფერი არ გამოვა, 45 მილიონიანი ქვეყანა გაანადგურა, აღარ არსებობს თავისი ძმები და იმიტომ რომ იმისი განასწორია კი რომ ამარტო ესე სიმართლე და თავისუფლება და რაღაცა ბუტაფორიული ამ ქვეყნიური ისინი მე დიდი ხანი ამჯერა ზღაპრების სიმართლე ერთი არის საფრთხო სიმართლე რომელიც მოვა უფალი თავის დიდები და დაამყარებს დანარჩენი ამ სამყაროში გადის იმის სიმართლე ვინც ძლიერია ეს არის სიმართლე და ვისაც დემოკრატია იჯერა და კიდე რაღაცა ზღაპრების რა ვიცი ჯობია რომ კარგად პირი დაიბანო და გამოფხიზნო. ხო და მე თუ მინდაზია, ხო, მე მინდა რომ საქართველოს იყოს ისეთი ძლიერი როგორც იყო დავით აღმაშენებლის დროს და თამარის დროს. ანუ რუსეთის თის იმედი კი არ მქონდეს რომ დაუშვათ თურქეთისგან დამიცავს. ან პირიქით თურქეთის იმედი მქონდეს რომ ვიღაცისგან დამიცავს. მე არავის იმედი არ მინდა მქონდეს. მე მინდა ღმერთის იმედი მქონდეს და ვიყო ისეთი ძლიერი თვითყოფადი თავისუფალი ამ ქვეყნადაც და თავისთავად პირველი ის არის მცხონდე რომ მე თვითონ წარმართო ჩემი პოლიტიკა და აქეთ ეშინოდე ჩემი როგორც ძლიერი სახელმწიფოს ხვდებით მაგრამ ნუ ეს ასე არ არის სამწუხარო აი თუ არ იქნებოდა რუსეთის ფაქტორი კავკასიაში დღეს თურქეთი ჩაგვხალაპავდა რასაც ქვია და მე ამ ვიდეოსთან ერთად დავდებ კიდე ვინც არ იცით და ვისაც არ გინახავთ ერდოღანის მიმართვას რომელიც აღტკინებული ლექსად ამბობს და მიმართავს მესხეთზე ამბობს რომ ჩემო სამშობლო ოღონდ ჩემო სამშობლო იმ კონტექსტში კი არა რომ მე ქართველი ვარო და რაღაცა ეს ბოდვები რომ ვიღაცებს ახასიათებს რომც იყოს ლაზი თუ ვინც არ გინდა იყოს არ მაინტერესებს ეს არის დღეს ჩემი ტრის ხელისუფალი და ის მესხეთს მიმართავს როგორც თურქეთის ნაწილს. როდის იქნებაო რომ მე შენ დაგიბრუნო, ამას აცხადებს ხალხო ხმამაღლა. და გუში ჩვენი ხელისუფალი რომ ჩავიდა და ამაზე ვიცაუბრე და ავხსენე და დაიჩოკა იქ და გვირგვინით შეარყო ის საფლავები და შეცდომა იყო მეთქი კიდევ ვიძახი, ჩასვლით უნდა ჩასულიყო, მაგრამ პრინციპულად არ უნდა ჩასულიყო 12-ში. უყურეთ რა მოხდა მერე მოსთხოვა თურქი მესხების დაბრუნება და ეს ტერმინი რო განმარტო არანაირი თურქი მესხები არ არსებობენ ანუ მოსთხოვა თურქების ჩასახლება მესხეთში გესმით ეს რას ნიშნავს ეს არის ის რომ ანუ პირდაპირ უთხრა რომ მე შენ გიფყრობ და დაგიფყრობ ანუ ჯერ ისედაც იქ როგორი სიტუაცია თავკლარჯეთ დაკარგული გვაქვს და ეთნიკურად იქით სომხური ლობი, იქით თურქული ლობი და ასე შემდეგ. ეხლა კიდე იქ თურქების ჩასახლება და არანაირ თურქი მესხების და რაში გვაწოლს და რაში გვარგია. მაგრამ რა ვიცი, ამ ხელისუფლებას არაბებს გისახლებენ, პაკისტანელებს და სადაც არაბები და პაკისტანელები, იქაც თურქები, ხო? მე იმედს გამოთქვაო, რომ ქართველი კაცი გაიღვიძებს, გონს მოვა და ამ ყოველივეს არ დაუშვათ. და ვინც სხვანაირად ფიქრობს, რომ არაუშავს იძახის, თქვენ ხართ სულით ვაჭრები, თქვენ ხართ ქართული სისხლის გამყიდველები, ქართული მიწის გამყიდველები, მოღალატე შადიმან ბარათაშვილი. დიდი ხარ, პატარა ხარ, გლეხი ხარ, თავადი ხარ თუ სასულიერო ხარ, ყველას მოგმართავ.
ვინც ჩემი წინაპართა სისხლით მორწყული მიწის გაყიდვას ამართლებს არაბებზე, პაკისტანელებზე, თურქებზე თუ რა ვიცი ნებისმიერ ეთნოსზე შენ ხარ ყორღანაშვილი, ბარათაშვილი, ოღონდ მე გვარებს არ ვეხები, კაცო, ამ გვარებს დიდი ადამიანებიც ყავს და კონკრეტულ პიროვნებებს ეხება, იცი თუ იზე არის საუბარი. აი ყორღანაშვილს ქარაფიდან ხელი რო კრის და რო გადაფრინდა ღალატისთვის და შადიმან ბარათაშვილიც იცი თუ ვინც არის, აი მაგ ხალხს. ასე რომ იმედია რომ ჩვენი ერი გონს მოვა უფლის მადლით, წმინდანების მეოხებით, ღვთისმშობლის მეოხებით და ხსნას ეძიებს ქრისტეში მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთან ერთად და ისე რომ იცხოვრებს ქრისტესთვის. მარხვას დავიცავთ, უფალს ვადიდებთ, ღვთისმშობელს პატიებას ვთხოვთ აბორტებისთვის და გამოსწორდებით აიკრძალება ეს საშინელი ცოდვა და ნარკომანია, ქვეყნის გაყიდვა, ქართველი ერის ჩვენი ქვეყნიდან გადინება შეწყდება და არანაირი თურქების ჩამოსახლება არ მოხდება და არ უნდა მოხდეს, არანაირი და ღირსეულ პასუხს გავცემთ არჩევნებზე შადიმან ბარათაშვილებს, რომლებიც არაბებზე და პაკისტანელებზე და ეხლა უკვე დაემატა თურქებზე აპირებენ და რა ვიცი ფაქტია რომ ყიდიან სამშობლოს, რა ვიცი ეს არის ჩემი პირდაპირი ახსნა, მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს. ეს არის ის რაც არის, სამწუხარო რეალობა. ნუ იქ არანაირ დაპირება არ იყო ჩვენი ამათი მხრიდან რომ ჩვენ ამას გავაკეთეთ, მაგრამ ფაქტია რომ ახლა ქვეყნის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტი რომ გეუბნება რომ მე ველოდებიო, ანუ ამას გააკეთებ, ბრძანება ეგა უნდა გააკეთო და მოდი ესე ვთქვათ, რა აკავებს ერთადერთი ეს არის პირდაპირ ვთქვათ, მე კი ეს არ მინდა. ეს არის რუსეთის ფაქტორი, რომელიც კავკასიაში არ დაუშვებს არც თურქეთის დომინაციას, არც ნატო ევროკავშირის დომინაციას, ნუ ეს არის ფაქტი და არა ჩემი სურვილი და ისა. ნუ ძალიან ბევრს უჭირს ფაქტისა და არსებული რეალობის განსხვავება და გარჩევა ერთმანეთისგან და მაგიტომ გეუბნები. ხო და ასე რომ მოუწოდებ ხელისუფალს პირველ რიგში რომ პირველი სადაც უნდა ჩახვიდეთ და ელაპარაკოთ, ეს არის რუსეთი. იმიტომ არა რომ კიდე ერთხელ ვამბობ რა ვიღაცები რომ გამოხდებით ეხლა აკაცუკები და დაიწყებთ აქ ტლიკინს სრულიად ტყვის მნიშვნელობით. იმიტომ არა რომ დაუშვათ აი ერთ მორწმუნე და ამდენი დაგუშვება ვიცი 1801 წლიდან თუ კი რაიმე დაუშავებია თუ რა თუ 20%-ია კოპიერი ყველაფერი ვიცი, მაგრამ ჩემო კარგო აკაცუკავ მომისმინია კიდევა ცოტა ძნელია შენი ტვინი რო გალღვეს, მაგრამ ეს კი არ გვინდა, ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ გუშინ მოგთხოვეს და გითხრეს რომ თურქებს ჩამოგისახლებთო. გესმის? და ვერაფერი ვერ უთხრა. იმიტომ რომ სუსტები ვართ, პატარები ვართ, გაიგე? და არსებული გეოპოლიტიკური ვითარება უნდა გაითვალისწინო, რომ ჩვენ მოგვიწევს მაგათთან საუბარი და დიალოგი, რომ არ მოხდეს საქართველოს თურქეთიზაცია და ისლამიზაცია, არაბიზაცია და პაკისტანიზაცია. ხო? ეს არის რეალობა. მე აქ დავდებ კიდე ამ ჩემი ვიდეოს გაგრძელება ან ბოლოში ერდოღანის მიმართვას, რომელიც აღტკინებული მიმართავს მესხეთს, როგორც მის ისტორიულ სამშობლოს. Ahıska, Mesxeto. sensin içimde yanan kor ateş. Çemşimnato naguerçxalo. Sensin ezeli ve ebedi yurdum. Ante bulut seçxlo. Kavuşma ümidiyle yaşadım bunca Çemo yıl. dzirzolo samşoblo maradiulo. Ümitler ki benim yenilmez ordum. Am წლების განმავლობაში ვცხოვრობ შენთან შეხვედრის იმედად.
Ağızka, მესხეთო sen talan olmuş Türk yurdunun მაქვს შემიუძლეველი ჯარის იმედიც gözlü yaşlı maralısın. თურქული მიწის ყველაზე გაძარცვულო Evladından ნაწილი ayrı düşmüş როგორც ნუკრს გაშორებულო gibi თვალწრემლიანო ირემო Ağızka, მესხეთო yitirme ümidini. იმედი არ Bir დაგაგო gün de olsa დღე დადგება gelecek senin de altın çağların. ოქროს ხანაც მოვა შენი Bekle evlatlarını derviş დაელოდე sabrıyla. შვილებს თავდადებული მუდმივ Yeşersin ümidi ulu dağların. დიდი Birleşince მთების იმედი tek bayrak ერთადერთი altında დროშის eller, და ხელთ aydınlanacak გაერთიანებით განათდება yurtların, სამშობლო ocakların კერიაში yanacak. კი დაინთება ცეცხლი და კითხვას გიტოვებთ რა უშლის ან რა შეუშლის ხელს მას ამ იდეის განხორციელებაში. ჩემი პასუხი ასეთია. ერთადერთი ფაქტორი მე მინდა თუ არ მინდა კავკასიაში რო არ შემოდის თურქეთი და ზოგადად ბათუმელები ვინც არიან ძალიან ბევრი მეგობრები მიყავს უკვე მეუბნებიან რომ ბათუმი უკვე და აჭარა თურქების არის ავად სახსენებელმა სააკიანმა ისეთი რაღაცები აკეთა რომ გაყიდა ქართული მიწები და შემოასახლა იქ თურქები და მარტო მაგიტომ არის დასასჯელი სხვა დანაშაულებები რო არ ჩაედინა სააკაშვილს და ეს ხელისუფლება მარტო მაგიტომ არის დასასჯელი რო არ ჯიან სააკაშვილს აი ამ ღალატისთვის და თვითონ უარესებს ჩადიან. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, კეთილგონიერება მოგმადლოთ, ჩემო ქართველებო. ღმერთმა დალოცოს ყველა ღირსეული ქართველი, ვინც ამას გაიგებს, არ აქვს მნიშვნელობა შენ ნაცი ხარ, კოცი ხარ, თუ ვინცა ხარ. აი რაც მე ვთქვი, რაც ვილაპარაკე, ეს არის სიმართლე. ჩვენი ხსნა არის მხოლოდ ქრისტეში და ჩვენი ფარველი არის მხოლოდ ღვთისმშობელი და წმინდანები. სხვა არავინ არც ყოფილა და არც იქნება არასოდეს. და დანარჩენი კიდე ჩვენ უნდა ტვინით და ჭკუით ვიმოქმედოთ და განსაზღვროთ რომ ჩვენ არც ნატოში მიგვიღებენ, არც ევროკავშირში არასოდეს, იმიტომ რომ ჯერ ერთი გეოპოლიტიკურად ჩვენ არა ვართ არც ნატოს, არც ევროკავშირისთან არაფერი არ გვაკავშირებს საერთოდ და სისულელი არის, ეგ ზღაპარი და ბუტაფორი არის და მეორე უნდა ვაღიაროთ ის რომ გვინდა თუ არ გვინდა და ეს არსებული რეალობა არის ბევრი დაგვიშავა თუ რა გააკეთა თუ ტერიტორიები წაგვართვა თუ როგორ არის ნუ ფაქტია მაგრამ ეგ ტერიტორიები დაბრუნდება მე ესე მგონია და ესე ვფიქრობ ღვთის მადლით ღვთის წყალობით დღეს ვართ ქრისტიანები და 200 წელი თუ დავუშვათ რუსეთის ბატონობის ქვეშ ვიყავით დღეს ვართ ქრისტიანები მაგრამ გადახედეთ ახლა 100 წელზე მეტია თუ რამდენია ზუსტად აღარ მახსოვს რაც ტაუკლერში დაკარგულია და თუ არის იქ ქრისტიანი ვინმე და აი ეს ემუქრება საქართველოს თუ გონს არ მოვალთ და კუნტრუშ და ორსკამზე ჯდომას და ხტუნვას თავს არ დავანებებთ. ერთმა დაგლოცოთ, ერთმა გაკურთხოთ, გაგაძლიეროთ, შეგვეციოს დედა ღვთისმშობელი. უსურვებ ყველა ქართველს კეთილგონიერებას და უსურვებ რომ არ გაყიდულიყავით 200 ლარებზე სამსახურების გამო საქართველოს არ გაგეყიდოთ და სამსახურების გამო ტაში არ გეკვრათ თქვენი უფროსებისა და თქვენი ზემდგომი ორგანოებისთვის და საქართველოს წინ დაგვეყენებინოს ღვთისმშობელი წმინდანები ქრისტე წინ დაგვეყენებინოს და სიმართლის ხარეს დამდგარიყავით და ყველაფერი ამ შემთხვევაში კარგად იქნება დედა ღვთისმშობელი გვეწეოდეს მშვიდობიანი მარხვა მოგმადლოს უფალმა ყველას გაიხარეთ და იდღერძელეთ